მეგობრებო რა ვიცი რომ ძალიან მძიმე დღე ან დღეები ან შეიძლება საათებით გველოდება ხო ძვირფასო ჟურნალისტებო რა მეგობრებო უკვე განსთამაქრო უკვე მეგობრები ვართ ჟურნალისტებს მივათავ თუ შეიძლება მინდა რომ თქვა ორი სიტყვა და მეგობრებმა მინდა აქ ყოფნა გაიგოს რასაც მე ხავიდი ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი არანაირი ხელისუფლება მთავრობა ქართული ოცნების სახით რეჟიმი რომელიც დგას ხოლო და ხოლო ძალ მომრეობაზე რა მინდა გთხოვოთ ეს ადამიანები აქ მოვლენ დღეს იქნება თუ ხვალ მოვლენ აქ მოვლენ თავისუფლება მოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები მოვლენ მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი ნიღბებით ცრემსადენი გაზით ალბათ ხელკეტებით და სხვადასხვა აღჭურვილობით მე მინდა გთხოვოთ მათი გამოჩენისთანავე ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში სიმღერა ოვაცია საქართველოს გუნდის სიმღერა და აი ასე მთელ სოფლიოს დავანახოთ რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლება მოყვარული ქართველი ხალხი და მეორე მხარეს დგას ივანიშვილი და ღარიბაშვილი რომელიც მიყურებს შენ მონა მართლა ღარიბაშვილო შენ კლასიკურო მონა შენ სერგეი ლავროვის წარმომადგენელი შენ მოვიქცეთ ისე როგორც იქცეოდნენ ზემო თქვი მე ბავშვი ვიყავი პატარა 9 წლის და 99 წლის 9 აპრილი მახსოვს როცა რუსის ტანკი მოდიოდა ცრემსადენ გაზებს უშვებდნენ ხელკეტებით ნიჩვებით ახალგაზრდებს თავებს უჩეხავდნენ მაგრამ ახალგაზრდები ჩვენი დედებისა და მამების მაშინ თაობა ტაშ უკრავდა ღეროდა შავლეგოს და ცეკვავდა და დავამარცხებთ ამ მორჩილებას აი ასე ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას უსამართლობის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში ხახტო ძალადობა როცა ასე მოვიქცევით ამას ექნება კიდევ ერთი დადებითი მხარე გამოჩნდება და გამოვლინდება ის პროვოკატორი ან რამდენიმე პროვოკატორი რომელიც შეიძლება შემოგზავნილი ყავდეს როცა 99.9% ამყოფი ადამიანი იმღერებს იცეკებს და ტაშ დაუკრავს და ვიღაცა შეეცდება რომ სხვა ქმედებებით გამოიჩინოს თავი ნათელი იქნება საზოგადოებისთვის რომ ის არის პროვოკატორი ამიტომ ჭკუითაც უნდა ვაჯობოთ არა მხოლოდ სიმართლით ასეთი პროვოკატორები იყვნენ სიმართლით ბუნებრივია ხა ალბათ ექნებათ ეს გეგმა იმიტომ მორალური სიმართლე და უპირატესობა არის ჩვენ მხარეს როგორ მოხდა გაერთიანება ამდენი განსხვავებული ადამიანი სიმართლის გარშემო ხახტო რომ არა სიმართლე რომ არა აი ზვირთან სხრევივით ძლიერი სიმართლე რომელიც ყველაფერს დაუპირისპირდება რა ეს ყველაფერი აქ რაც ხდება არ მოხდებოდა ეს იცის ახლა ხელისუფლებამ და ამ ხალხზე იძალადოს ამ ხელისუფლებამ მას კი ამ რეჟიმმა უпростоრედ იცის რომ ძალიან ძვირი დაუждდება 24 საათშიც და 48 საათში მაქსიმუმ ამიტომ შეიძლება ეხლა ცდილობდეს მონა ბოდიშით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა მე აი არ ვიცი არაფერს აწინააღმდეგო სამაშია ვერ ხედავ მაგრამ ქართული ოცნების წამაი ქოცსაც კი არ ვეძახი ხომ იმიტომ რომ გონია რომ რაღაც თითქოს ვაყენებ შეურაცხყოფას თუმცა არ არის შეურაცხყოფაო არა თუ არ ვიყენებ მონას სიტყვაზე ვცდილობ გამოვიყენო ფრაზა მონურ მორჩილებაში მაგრამ ღარიბაშვილო შენ დღეს რაც ისაუბრი როგორ არ გიწოდო ის რაც ხარ შეხარ მონა ოლიგარქის გავრილოვის და ჩვენ დაგამარცხეთ მოეწრევი აქა მოხვალ აქა სანდრო მელიას ჩემი ბავშვისა და თქვენი ბავშვების აი თავი მინდა დავიფიცო რა ეხლა აქ გეხვეწებით თუ რამეს გთხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ტაში დაუპირისპიროთ რა ბევრი ტაში და ბევრი სიმართლე და ბევრი სიმღერა ნიკა პროვოკატორები ხო არ შეგიმჩნევიათ
მოდი ბევრი ასე ჟურნალისტებსაც მიმართავ მოლაპარაკებები მადლობა ნიკა მელიაშვილის ეს ბიასე ხარისხო მონობა ამ ქვეყანაში მარცხდება და მარცხდება არა გრძელვადიან პერსპექტივაში არამედ მარცხდება უახლოეს პერსპექტივაში ახლა მარცხდება აქ და ახლა თქვენ ხართ თანამონაწილეები მონობის დამარცხებით და მონობიდან უნდა ვიხსნათ ჩვენ ბევრი ადამიანი რომელიც დატყვევებულია რეჟიმის მიერ რომელ აქციაზე არადარი ოცნება არ არსებობს რეჟიმი გაუქმეს რომ ეს მომისმინეთ ერთი წუთით რა მომისმინეთ თქვენ ოპოზიცია და რასუაშია ხელისუფლება ვინმეს გონია რომ ხელისუფლება არსებობს ამ ქვეყანაში ჩემო კარგებო კიდევ ერთხელ გავიმეორო ამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს რეჟიმი ყავს რეჟიმი წარმომადგენლები რომელთაც ყავს დამონებული ხალხი ხახნო დამონებული ყავს ის 88 დეპუტატი დამონებულია აბა რა არის არ ვისაუბროთ ჩვენ ცალკეულ წარმომადგენლებზე რეჟიმის ამ რეჟიმს ქვია ერთი სახელი ბიძინა ივანიშვილი სერგეი გავრილოვი ხახნო რომელიმე ცალკე აღებული დეპუტატი მინისტრი არ არსებობენ ესენი არიან მონები და მონები დამარცხდებიან გეუბნებით თავისუფლება მოყვარული ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში მოჩეკათო მონები რუსეთის მონები ჩვენი სახელმწიფო ძირგამოთხელი სახელმწიფოს მონები ყავს ხედველობაში რომელიც ძირს უთხრიან მარტო ჩემს ცხოვრებას სიცოცხლეს ჩემი ოჯახის არა თქვენი ხახნო თქვენს დაწუნებული ვარ ახლა ისევე იბძვით როგორც მე ვიბძვი მე დაწუნებული ვარ ნებისმიერი ჟურნალისტი აქ ტელეკომპანია იმედის წარმომადგენელიც კი ხვალ რომ არჩევნები იყოს ქართული ოცნების სასარგებლოდ არჩევანს აღარ გააკეთებს იმიტომ რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და რუბიკონი გადალახა რეჟიმმა გადალახა ივანიშვილმა გავრილოვმა და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს ოღონდ რახან კიდევ დამატებითი კითხვები დამისვით აქაც დავიმეორებ აში სიმკიცი და სიმართლე